სამეცნიერო და კოსმოსის შემსწავლელ პორტალებზე მაისისთვის გადატვირთული იყო კოსმოსური სიახლეებით. Რომ თქვა, რაიმე განსაკუთრებული ან ახალი მისია შესრულდა თქო, გადავაჭარბებ. Თუმცა, უკვე გაშვებული აპარატებითა თუ დედამიწის ზედაპირზე სტაციონალური სადგურებითა და ტელესკოპით არაერთი საინტერესო და უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა. ძალიან ბევრი ამბიდან თქვენთვის ყველაზე საინტერესო და ჩემი აზრით მთავარი ამბები ამოვარჩიე. და კოდის ამ ეპიზოდში ზუსტად ამ სიახლეებს გაგაცნობთ. წავედით კოსმოსურ მოგზაურობაში. ჩინეთის ტიანგუნის კოსმოსური სადგურიდან აღებულ ნაცხებში მეცნიერებმა აქამდე უცნობი ბაქტერია გამოავლინეს. მისი განსაკუთრებული თვისებების დამსახურებით ბაქტერიას შეუძლია მკაცრ პირობებში დედამიწის ზედაპირიდან ასეულობით კილომეტრის მოშორებით გაწვდოს. შენჟოუს ბიოტექნოლოგიების ჯგუფისა და პეკინის კოსმოსური ხომალდების სისტემური ინჟინერიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ახალ სახეობას კოსმოსური სადგურის პატივსაცემად ნიალია ტიანგუნ ჯენზის უწოდეს. Მათ თქმით, ამ სახეობისა და მისნაირების შესწავლა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ასტრონავტების ჯანმრთელობისა და ხომალდების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. აღებული ნაცხები 2023 წლის მაისში შენჟოუ 15-ის ეკიპაჟმა ჩინეთის კოსმოსური სადგურის საცხოვრებელი ზონის მიკრობიომის პროგრამის ფარგლებში ჩადარებული 2 კვლევიდან ერთ-ერთის დროს მოიპოვა. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ კოსმოსური სადგურის გარემოში მცხოვრები მიკრობები განსხვავდებიან როგორც შემადგენლობით, ისე ფუნქციებით იმ მიკრობებისგან, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გვხვდება. ახალი ბაქტერია საკმაოდ ახლოს არის უკვე ცნობილ სახეობასთან, ნიალია სირკულანს. იგი არის ღეროს ფორმის ნიადაგში მცხოვრები ბაქტერია, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ გადაეწერა ახალ გვარში. მანამდე მას პათოგენურ ბაცილად მიიჩნევდნენ. ბაცილას მსგავსად აღნიშნულ ბაქტერიას და მის კოსმოსში მყოფ ნათესავსაც შეუძლიათ დამკვიდრდნენ მძლავრ სპორებში, რაც მათ ძალიან რთულ პირობებში გადარჩენის საშუალებას აძლევს. პირველად 22 წლის შემდეგ NASA-ს ინჟინერებმა დედამიწისგან დაახლოებით 25 მილიარდი კილომეტრით დაშორებული Voyager 1-ის სათადარიგო ძრავები აამუშავეს. ეს იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ისინი 2004 წლიდან მოყოლებული არ ფუნქციონირებდა. სპეციალისტებმა ამის შეცვლა იქამდე მოასწრეს, სანამ ამ და მის ჯგუფისალ ზონდ Voyager 2-თან საკომუნიკაციო ანტენა თვეების განმავლობაში განახლების გამო გაითიშებოდა. Voyager 1 კოსმოსში 1977 წლის 5 სექტემბრიდან გადაადგილდება. მან მზის სისტემის აირის გიგანტი პლანეტების შესწავლის პირველადი მისია დაასრულა და ახლა იმაზე შორსაა, ვიდრე ადამიანის შექმნილი ნებისმიერი სხვა აპარატი. მისი ბევრი ინსტრუმენტი გათიშულია, ზოგი საჭირო აღარაა, ზოგმა კი მუშაობა შეწყვიტა. თავად ძრავები აუცილებელია, რათა ზონდის ანტენა დედამიწისკენ იყოს მომართული. იმის მიუხედავად, რომ სიგნალი 23 საათიანი დაყოვნებით იცვლება დედამიწასა და Voyager-ს შორის და ეს სირთულეებს ქმნის, გამაცხელებლები ამუშავდა და ძრავებიც ამოქმედდა. ვნახოთ, რა სიუპრეს შემოგთავაზებს ახლო მომავალში Voyager 1. რუსეთმა და ჩინეთმა მთვარეზე ბირთვული ელექტროსადგურის აშენების ხელშეკრულება გააფორმეს. რეაქტორი მთვარის საერთაშორისო კვლევით სადგურს ILRS ენერგიით უზრუნველყოფს. გეგმის მიხედვით სადგურის მშენებლობა 2036 წლისთვის უნდა დასრულდეს. როგორც ეს ორი ქვეყნის მიერ ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმში ნათქვამი. განცხადება იმ დროს გავრცელდა, როცა NASA-მ 2026 წლის ბიუჯეტი გამოაქვეყნა. მასში მთვარის ორბიტული ბაზის აშენების ხარჯები გათვალისწინებული არ იყო. შესაბამისად, ეს გეგმა გაუქმდა. ჩინეთ-რუსეთის რეაქტორის მშენებლობა შესაძლოა სრულად ავტომატურად ადამიანების გარეშე განხორციელდეს. ამის შესახებ 2024 წელს რუსეთის კოსმოსური სააგენტოს როსკოსმოსის ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა განაცხადა. იმის მიუხედავად, რომ ჯერ დეტალები გაურკვეველია, მისი თქმით, ტექნოლოგია თითქმის მზად არის.
ახალი კვლევითი სადგურის მთვარე სამხრეთ პოლუსზე აშენების გეგმას. 17 ქვეყანა უჭერს მხარს, მათ შორის ეგვიპტე, პაკისტანი, ვენესუელა, ტაილანდი და სამხრეთ აფრიკა. ბაზის საწყისი სამუშაოები ჩინეთის 2028 წლის მისია ჩანგი 8 დაიწყება. ის ასევე პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ჩინელი ასტრონავტი მთვარეზე დადგება. ჩინეთის ეს მიზანი, რომ მთვარეზე მუდმივი სადგური ააშენოს, ამერიკასთან, კერძოდ არტემისის პროგრამასთან კონკურენციაში შედის. ამასობაში NASA-ს მთვარის ორბიტაზე განთავსებული სადგურის Gateway-ის ბედი გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ სადგურის მშენებლობა მნიშვნელოვან ეტაპზეა, ტრამპის ადმინისტრაციის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი მის გაუქმებას ითვალისწინებს. დედამიწაზე პოლარული ნათება გასაოცარ სანახაობას ხმის დამეთანხმებით, მაგრამ იცოდით, რომ ეს მარსეც ხდება. Science Advance-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში მეცნიერები სწორედ ამ ფენომენის შესახებ გვიუყვებიან, რომელიც NASA-ს მარსმავალმა ხილულ სპექტრში პირველად დააფიქსირა. ეს 2024 წლის 18 მარტს მოხდა, როცა Perseverance წითელი პლანეტის ცას აგვირდებოდა. ნიშნულოვანია, რომ აღნიშნული მოვლენა აქამდე არც მისი და არც რომელიმე სხვა ციური სხეულის დედამიწის გარდა ზედაპირიდან ყოფილა აღბეჭდილი. მარსზე მწვანე ნათების არსებობა ნიშნავს, რომ შესაძლოა ის იქ გაშვებულმა ასტრონავტებმაც დაინახონ. მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის თვალისთვის ეს მკრთალ მომწვანო ელვარებად აღიქმება. ასეთი ნათება მაშინ ჩნდება, როცა ატმოსფეროსთან მზის დამუხტული ნაწილაკები ურთიერთქმედებს. მარსის მწვანე ნათების სიმკრთალეს რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი თავად აპარატის კამერებია, რომლებიც ღამის სიბნელეში ისეთ მკაფიო გამოსახულებებს ვერ იღებს, როგორც დღისით. მეორე ფაქტორი ისაა, რომ მარსს დედამიწის მსგავსი გლობალური მაგნიტური ველი არ აქვს, რომელიც დამუხტულ ნაწილაკებს პოლუსებისკენ მიმართავს. ამის ნაცვლად მისი ქერქის მხოლოდ კონკრეტული ნაწილებია მაგნეტიზებული, რაც ნიშნავს, რომ ციალი მთელს პლანეტაზე ნაწილდება და ნაკლებად მკაფიო ხდება. ამიერიდან ფენომენის პროგნოზირება შესაძლებელია და Perseverance-ის კამერები მარსის ღამის სისკენ სწორედ ამის გათვალისწინებით მიმართეს. 14 მაისის შუადღის 12 საათსა და 25 წუთზე მზეზე X კატეგორიის ამოფრქვევა მოხდა, რომელიც 2025 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო. ამ დრომდე მაინც. აქტივობა ახლად ფორმირებულ მზის ლაქაში დაფიქსირდა, რომელსაც AR-4087 ეწოდება. ამან ევროპაში, აზიასა და შუა აღმოსავლეთში რადიოკომუნიკაციის R3 დონის ხარვეზები გამოიწვია. ამოფრქვევის შედეგად დედამიწისკენ სინათლის სიჩქარით რენტგენული და ულტრაისფერი რადიაცია გამოემართა და ატმოსფეროს ზედა შრის იონიზაცია გამოიწვია. ამ უეცარმა ცვლილებამ მაღალი სიხშირის რადიოსიგნალების ხარვეზები განაპირობა და შედეგად გარკვეულ არეალში დედამიწის კომუნიკაცია შეფერხდა. სავარაუდოდ იყო თანმდევი კორონული მასის ამოფრქვევაც, რაც ჯერ არ დადასტურებულა. ესაა მზის პლაზმისა და მაგნიტური ველის მასიური ნაკადი, რომელიც დედამიწაზე გეომაგნიტურ შტორმებსა და პოლარულ ნათებებს ედება საფუძვლად. 14 მაისს AR-4087-ის მიმდებარედ სხვა ამოფრქვევაც მოხდა. ეს M7.74 კატეგორიის მოვლენა იყო, რომელიც თბილისის დროით 15 საათსა და 18 წუთზე დაფიქსირდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შემდეგი ამოფრქვევა უფრო ძლიერი იქნება. ამიტომ შესაძლოა მომავალმა ამოფრქვევებმა გეომაგნიტური შტორმები და პოლარული ნათებები გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ თანამგზავრულ და ელექტროტექნოლოგიას ხელს შეუშლის. როგორც კოსმოსის მზვერავებმა ვიცით, ჯეიმს ვების ტელესკოპი არა მხოლოდ შორეულ galaktikებს, არამედ მზის სისტემის პლანეტებსაც აგვირდება. 2023 წლის 25 დეკემბერს ის ასტრონომებმა იუპიტერისკენ მიმართეს და გიგანტურ ციურ სხეულზე ჩრდილოეთის ციალი გადაიღეს. ობსერვატორის მიერ მოპოვებულმა მონაცემებმა მეცნიერებს ამ ფენომენის შესწავლის საშუალება მისცა. იუპიტერზე არსებული ნათება დედამიწის მსგავსად მის ატმოსფეროსთან მზის ქარის ურთიერთქმედებითაა გამოწვეული. დიდი ენერგიით მოძრავ ასეთ ნაწილაკებს კი მაგნიტური ველი პოლუსებისკენ უმიწკებს.
აირის გიგანტის შემთხვევაში ციალს დამატებითი წყარო აქვს. მისი ვულკანური ბუნებრივი თანამგზავრი იო. ჩვენი პლანეტისგან კიდევ ერთი განსხვავება ისაა, რომ იუპიტერის ციალი რამდენიმე ასეულით უფრო კაშკაშაა. ასტრონომებმა იუპიტერის პოლარული ნათების გადასაღებად ვების ახლო ინფრაწითელი კამერა და ჰაბლის ტელესკოპის ულტრაიისფერი სენსორები გამოიყენეს. შედეგად მათ ახალი დეტალები გამოავლინეს. საინტერესოა, რომ ვების მიერ დაფიქსირებულ ყველაზე კაშკაშა სინათლეს ჰაბლის მონაცემებში ანალოგი არ ჰქონდა. მარსის ზედაპირზე წყლის მიერ დატოვებული არაერთი კვალია, მაგრამ სად გაქრა ამდენი სითხე, როცა იქ პირობები შეიცვალა? მეცნიერებს შესაძლო პასუხი აქვთ. მან წითელი პლანეტის ქერქში გადაინაცვლა. ამას ისინი NASA-ს მისიამ InSight-ის განმავლობაში მოპოვებული სეისმური მონაცემების მიხედვით ვარაუდობენ. მათ შენიშნეს, რომ 5.4-დან 8 კილომეტრამდე სიღრმეში სეისმური ტალღების მოძრაობა ნელდება და არაა გამორიცხული ეს იქ თხებადი წყლის რეზერვუარის არსებობით იყოს გამოწვეული. ვინაიდან მარსზე მეტეორიტების გამო ნაპრალები იყო გაჩენილი. არსებობს ჰიპოთეზა, რომ წყალმა ქერქში ჩააღწია. იქ მას თბილი ტემპერატურა დახვდებოდა და თხევადი ფორმით შენარჩუნდებოდა. კვლევრებმა დაადგინეს, რომ პლანეტის ქერქში სითხის ის ოდენობაა, რომელიც მარსს 520-780 მეტრის სიღრმის ოკეანით დაფარავდა. ეს შეესაბამება წყლის იმ ნაწილს, რომლის გაქრობას მხოლოდ აორთქლებით, გაყინვითა და მინერალებში მოქცევით ვერ აიხსნებოდა. ეს მიგნება მნიშვნელოვანია, რადგან დედამიწაზე წყალი სიცოცხლეს პირდაპირ უკავშირდება, მათ შორის მიწისქვეშა არეალებში, სადაც ზოგიერთი მიკრობი ცხოვრობს. შესაბამისად, შესაძლებელია, ასეთი ორგანიზმები ან მათი კვალი მარსზეც ხვდებოდეს. წყლის ღრმა რეზერვუარებზე მეტის გასაგებად სხვა კვლევებიცაა საჭირო, რომლებიც უფრო ფართო არეალს მოიცავს. მაისს დედამიწაზე კოსმოსური ზონდი კოსმოს 482 ჩამოვარდა. მან ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ნახევარი საუკუნე გაატარა. როსკოსმოსის რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ზონდი ატმოსფეროში თბილისის დროით 10 საათსა და 24 წუთზე შემოვიდა. იგი ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა, კერძოდ დასავლეთით, ინდონეზიასთან ახლოს. როგორც ჩანს, კოსმოს 82-ის დაბრუნებას ზიანი არ მოუტანია. ჩვენს ატმოსფეროში ზონდის დაფიქსირებას მოხერხდა, როცა მან რომს ჩაუარა. ეს ასტრონომმა ჯან-ლუკა მასიმ შეძლო. ზოგადად, დიდი ზომის კოსმოსური ნაგავი, თუნდაც ძველი სატელიტები, დედამიწაზე ჩამოვარდნისას ნაწილებად იშლება და მეტეორთა ხელოვნურ წვიმას ქმნის. მეორე მხრივ, აგებისას კოსმოს 482-ს თბოიზოლაცია გაუკეთეს, რათა ვენერას ატმოსფეროსთვის გაეძლო. შესაბამისად, სავარაუდოდ იგი ჩვენს პლანეტაზე დაბრუნებისას მთლიანობას შეინარჩუნებდა. კოსმოს 482 დაახლოებით 1 მეტრის სიგანისაა და 495 კილოგრამს იწონის. ეს აპარატი საბჭოთა კავშირმა 1972 წელს გაუშვა. მას ვენერასთვის უნდა მიაღწია და ამ პლანეტის ზედაპირზე დამჯდარიყო. მიუხედავად ამისა, გამშვებ რაკეტას ტექნიკური პრობლემები შეექმნა და ზონდმა დედამიწის ორბიტიდან ვერ გააღწია. აქ მან 53 წელი გაატარა, სანამ 2025 წლის 10 მაისს ჩვენს პლანეტაზე ჩამოვარდებოდა. მაისს დედამიწას სტადიონის ზომის პოტენციურად სახიფათო ასტეროიდმა ჩაუარა. მისი ყურება ტრანსლაციით იყო შესაძლებელი, რომელიც ვირტუალური ტელესკოპის პროექტმა შემოგთავაზა. საუბარია მთავარი ასტეროიდული სარტყლის ასტეროიდზე. NASA-ს მიხედვით მისი დიამეტრი 290 მეტრს შეადგენს. დედამიწასთან იგი ყველაზე ახლოს დაახლოებით 11 საათზე მოვიდა. ორგანიზაციამ 2002 JX8 რამდენჯერმე აღბეჭდა. გამოსახულებებზე ასტეროიდის სინათლის შორეული წერტილის სახით ჩანს, რომლის დანახვაც იმის წყალობის შეგვიძლია, რომ უკან არსებული ვარსკვლავების ფონზე პოზიციას იცვლის. ვირტუალური ტელესკოპის პროექტი ხშირად გთავაზობს ონლაინ სესიებს, რათა ასტეროიდების ჩავლა და მსგავსი მოვლენები ვიხილოთ. პოტენციურად სახიფათო ასტეროიდებს ამ კატეგორიაში მათი სიკაშკაშის მიხედვით აქცევენ. NASA-ს მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ჩვენს მზის სისტემაში დაახლოებით 4700 ასეთი ობიექტი მოძრაობს. ეს შეფასება VAIS მისიის მონაცემებს ემყარება.
მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ ჩვენს სიცოცხლეში დედამიწას არც ერთი მათგანი არ შეეჯახება. NASA-ს შეფასებით 140 მეტრიანი განიკვეთის ასტეროიდი ყოველ 20,000 წელიწადში ერთხელ ეჯახება დედამიწას, ხოლო 1000 მეტრიანი დიამეტრისა კი ყოველ 700,000 წელიწადში ერთხელ. $2020 წელს ასტრონომებმა WD-1816 პლუს 534b დააფიქსირეს. გაზის გიგანტი პლანეტა, რომელიც ჩვენგან 91 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. ამ ეგზოპლანეტას იუპიტერზე დაახლოებით 6-ჯერ მეტი მასა აქვს, სუპერ იუპიტერს უწოდებენ. და ჩვენ მიერ აღმოჩენილი პირველი ეგზოპლანეტაა თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო. ახალ კვლევაში ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შუა ინფრაწითელი ინსტრუმენტით MIRI-ით ამ პლანეტაზე ჩატარებული დაკვირვებები აღწერა. ამ დაკვირვებებით დადასტურდა, რომ WD ყველაზე ცივი ეგზოპლანეტაა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. ჯეიმს ვების მისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ესაა, ეგზოპლანეტების დახასიათება პირდაპირი ვიზუალიზაციის მეთოდით. ამისათვის ტელესკოპი აკვირდება ეგზოპლანეტის ზედაპირიდან ან ატმოსფეროდან არეკლილ სინათლეს და სწავლობს სპექტრომეტრებით, რათა გაარკვიოს ქიმიური შემადგენლობა. ამ გზით ასტრონომებს შეუძლიათ დაადგინონ, არის თუ არა პლანეტაზე პოტენციური ბიოხელწერები, ჟანგბადი აზოტი, მეთანი, წყალი და ასე შემდეგ და გაარკვიონ დეტალები პლანეტის წარმოქმნისა და შემადგენლობის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ამ პლანეტის საშუალო ტემპერატურა -87 გრადუსი ცელსიუსია და შედეგად ის ყველაზე ცივი ეგზოპლანეტა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. ვენერას ატმოსფეროში წარმოუდგენლად მაღალი ტემპერატურა და წნევაა. შედგება ნახშირორჟანგისა და გოგირდმჟავას სქელი ნაზავისგან. ეს ყველაფერი ადამიანისათვის მომაკვდინებელია, მაგრამ ჩინეთს ამ სასტიკ გარემოში ჩასვლის და იქიდან ნიმუშების ჩამოტანის გეგმა აქვს. ამბიციური გეგმის ავტორები არიან ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია, ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაცია და ჩინეთის ეკიპაჟიანი კოსმოსური ინჟინერიის ოფისი. მისიის გაშვება 2028-დან 2035 წლამდე პერიოდში იგეგმება. თუმცა, ცნობილი ხდება რამდენიმე დეტალი მისიის შესახებ. რამდენად სასტიკიც არ უნდა იყოს ვენერა და მისი ატმოსფერო, ახალი კვლევები მიუთითებს, რომ პლანეტაზე შეიძლება არსებობდეს გარკვეული ფორმის მიკრობული სიცოცხლე. პირდაპირ წყაროდან ნიმუშების აღებით შეიძლება ეს საკითხი საბოლოოდ გაირკვეს. პუბლიკაციაში ასევე მოხსენიებულია ვენერას კიდევ ერთი დიდი საიდუმლოს ახლოდან კვლევა. როგორც თანთხავენ მისი ღრუბლები ულტრა იისფერ რადიაციას, იმის მიუხედავად, რომ მათ ეს არ უნდა შეეძლოთ. ამ საკითხის შესახებ უკვე არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა. სამარაუდოდ საჭირო იქნება სულ მცირე ორი კოსმოსური ხომალდი. ერთი ვენერას გარშემო ორბიტაზე დარჩება, მეორე კი მის ძლიერ შტორმიან ატმოსფეროში ჩაეშვება და აირებისა და ნაწილაკების ნიმუშებს აიღებს. ვენერაზე მისიები წარსულში უკვე ნამყოფია. 1960-იან, 70-იან და 80-იან წლებში ვენერას ზედაპირზე ზონდები დასვა საბჭოთა კავშირმა. პლანეტის სასტიკ გარემოში აპარატებმა მხოლოდ რამდენიმე საათით გაძლეს და ადგილზევე დაიშალნენ, მაგრამ მოასწრეს ფოტოების გადაღება. სულ მცირე ოდენობის ნიმუშების ჩამოტანამაც კი შეიძლება სრულად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა დედამიწის დობილი პლანეტის შესახებ. ვების ტელესკოპის ახალ სურათზე ასახულია თითქმის 12 მილიარდი წლის წინანდელი სამყაროს ნაწილი, რომელიც ცის ერთ ცისხნა მონაკვეთშია ჩატეული. სამსე მთვარის სიგანის თითქმის მეხუთედში. ცის ეს პატარა მონაკვეთი მზინავი სინათლითაა სავსე. თითქოს ცის ნებისმიერ მონაკვეთს ჰგავს, როცა ღამით უღრუბლო ღამეს შესწავლით. მაგრამ არის ერთი გამოუგნებელი განსხვავება. ჯეიმს ვები ჰაბლის კომპოზიტურ სურათზე ასახული სინათლის უმეტესობა არა კაშკაშა ვარსკვლავები, არამედ გალაქტიკებია, რომლებიც სივრცე დროში თითქმის სამყაროს დასაწყისშია მიმოფანტული. სხვაობას ადვილად გამოარჩევთ, რადგან მხოლოდ ვარსკვლავებს აქვთ ფოტოზე დიფრაქციული წვეტები. ეს მახასიათებელი მაშინ წარმოიქმნება, როცა კონცენტრირებული წერტილოვანი წყაროს სინათლე ტელესკოპის კიდეების გარშემო მრუდდება. გალაქტიკების სინათლე ნაკლებად კონცენტრირებულია და შესაბამისად ასეთ ეფექტს ვერ წარმოქმნის. შედეგად ჯეიმს ვების ფოტოებზე ადვილია წინა პლანზე ვარსკვლავების ამოცნობა და უკანა ფონური ობიექტებისგან გარჩევა.
დაკვირვებები პროგრამა კოსმოს ვების ფარგლებში ჩატარდა. ასტრონომთა ჯგუფმა გამოავლინა galaktikata 1678 ჯგუფი. არა 1678 galaktika, არამედ 1678 ჯგუფი, რაც პროექტის მასშტაბურობას ხაზს ნამდვილად უსვამს. წარმოიდგინეთ, რამდენი galaktikაა თითო ჯგუფში. ეპიზოდს კი ერთი სახალისო ინფორმაციით დავასრულებ. ტელესკოპების მიერ დაფიქსირებული კოსმოსური სურათები ვიზუალურად შთამბეჭდავია, თუმცა მათი მუსიკად ქცევაც შესაძლებელია. ამას სონიფიკაცია ეწოდება და მონაცემების აუდიო ფორმატში გადაყვანას გულისხმობს. სწორედ ეს გააკეთეს მეცნიერებმა, რომლებმაც შავი ხვრელების ევოლუციის სხვადასხვა ეტაპი ერთგვარ კოსმოსურ სიმფონიად აქციეს. ამისთვის სპეციალისტებმა NASA-ს ჩანდრას რენტგენული ობსერვატორია, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისა და რენტგენულ პოლარიმეტრული ზონდის მიერ შეგროვებული მონაცემები და ინფორმაცია გამოიყენეს. შედეგად შეიქმნა სამი სონიფიკაცია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს კოსმოსს მოვუსმინოთ და შავი ხვრელების სხვადასხვა ასპექტი ბგერების სახით აღვიქვათ. მოდი მოვუსმინოთ ამ სამ ვარიაციას. ეს უჩვეულო მელოდია შავი ხვრელის პოტენციურ დაბადებას გვამცნობს. სურათის ცენტრში WR124-ის სახელით ცნობილი ვარსკვლავია, რომლის გარე შრეებიც მიმდებარე სივრცეშია გაფანტული და მტვერ აირის გასაოცარ ნისლეულს ქმნის. ის ჩვენგან დაახლოებით 28,000 სინათლის წლითაა დაშორებული. მეორე სონიფიკაცია ბინარულ სისტემა SS433-ს ეკუთვნის. ის ჩვენგან 18,000 სინათლის წლითაა დაშორებული. სისტემაში მზის ვარსკვლავი და უფრო მასიური ობიექტია, შავი ხვრელი ან ნეიტრონული ვარსკვლავი. იქედან მომავალი ცვალებადი რენტგენული გამოსხივება სხვადასხვა ბგერითაა გადმოცემული, მათ შორის მუსიკალური ინსტრუმენტების. მესამე სონიფიკაცია კენტავრ A-ს გვამცნობს. ეს galaktika 12 მილიონი სინათლის წლის მოშორებითაა და მის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელია, რომელიც ძლიერ ნაკადებს წარმოქმნის. აუდიო ფორმატში რენტგენული გამოსხივება ქარის ზარების მსგავსი ხმებითაა წარმოდგენილი. ხილული სინათლე კი სიმებიანი საკრავების ტონალობებით. ასეთი სასიამოვნო ექსპერიმენტით დავასრულებ 2025 წლის მაისის თვის კოსმოსური სიახლეების შემაჯამებელ ეპიზოდს. დასკვნის სახით კი ვიტყვი, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტ საიდუმლოებას გვიმხელს სამყარო კოსმოსის დეტალებით. თუმცა, იმატებს შეკითხვებიც. გამოიწერე კოდის YouTube არხი და ერთად ვეცადოთ ამ შეკითხვებს საინტერესო მეცნიერების და არა მხოლოდ მეცნიერების დახმარებით გავცეთ პასუხები. თქვენი ეს უმარტივესი მხარდაჭერა ამ პროექტის არსებობისათვის განსაკუთრებით საჭიროა. კოსმოსის სიახლეებს კი ივნისის ბოლოს აუცილებლად გაგაცნობთ.